ერთი რაც შემილია ხელისუფლებას მინდა მივულოცო რომ აღუდგენია სამართლიანობა რასაც ამდენი ხანია საუბრობს ქართველი ერი და ითხოვს და ის დანაპირები 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე სამართლიანობის აღდგენის თაობაზე თურმე შეუსრულებია იმიტომ რომ აღმოჩნდა რომ მთავარი მტერია ამ ქვეყნის და მთავარი სამართლიანობის დამქცევი ამ ქვეყანაში თურმე ემზარკვიციანი და მისი ოჯახი ყოფილა ხო შესაბამისად ეს სრულად არაადეკვატური დამოკიდებულება როდესაც ნამდვილად ამ ქვეყანაში ბოლო 9 წლის განმავლობაში მთავარი უბედურებების ჩამდენი ზოგი უცხოეთში არის გაშვებული პრეზიდენტის თამადობით ზოგი ვერ ჩამოუყავს კეზერაშვილისა და ახალაიას თამადობით აქ მყოფ ბაჩო ახალაიას და მარვანო მერაბიშოს 2-3 წელიწადი ძლივს მიუსაჯეს და რაღაც აბსურდულ ხშირ შემთხვევაში ბრალდებებზე მხოლოდ საუბარი და არა იმ საგნობრივ შინაარსობრივზე რომელზეც წუხდა მთელი ერი ამდენი ხის განმავლობაში და გამოჩნდა რომ თურმე ემზარკვიციანია მთავარი პრობლემა ყოველ შემთხვევაში ეგეთი არაადეკვატურობა ნამდვილად შოკის მომგვრელია. ყოველ შემთხვევაში მე ვერ ვისაუბრებ კონკრეტულად საქმის დეტალებზე და ნამდვილად არ არის ეს ჩემი საქმე, მაგრამ ის რომ ემზარკვიციანი ძალიან ბევრ მნიშვნელოვან საქმეს აკეთებდა კოდორის ხეობაში და კოდორის ხეობის დაცვის თვალსაჩინით, შეიძლება ხშირად გაბუქებულ, შეიძლება გადაჭარბებული მოლოდინებით იყოს შექმნილი, მაგრამ ის რომ ამ ადამიანს ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქცია ჰქონდა თავის თანამებრძოლებთან ერთად და ისინი კბილებით იცავდნენ ხეობას და ეს მე ჩემი თვალით მაქვს ნანახი, როდესაც ჟურნალისტი ვიყავი, როცა ერთი კვირის განმავლობაში ვცხოვრობდი მათთან ერთად, ბატალიონ მონადირესთან ერთად და ვცხოვრობდი სწორედ იმ ხალხთან ერთად, ვინც გადადებული იყო მხოლოდ იმისათვის, რომ დაეცვა კოდორის ხეობა თავისი ძალებით ამ ადამიანებს დაადბრალო. ეხლა სახელმწიფო გადატრიალების ცდელობა და ბრალდება წაუყენო და 12 წელი მიუსაჯო. ჩემი აზრით ეს არაადეკვატური მიდგომაა ძალიან სერიოზულად და ხელისუფლება უნდა დაფიქრდეს პრიორიტეტებზე. სად ეძებს ამ შემთხვევაში უსამართლობის აღდგენას და უსამართლობის დამარცხებას. საბურავების და მანქანების შეძენასთან დაკავშირებით და ასევე შემოქმედებაში მოყვა სხვა უწყებებიც. რეალურად აი ალესანიას ნაწილზე რომ ვთქვათ, ჩვენ ვიცით თავისუფლად დემოკრატიის პოზიციაც ადმინისტრაციასთან დაკავშირებით. რეალურად რას ხედავთ, თუ არსებობს რეალური საფუძველი, როგორც ვთქვათ? იცით, როგორი ვითარება ძალიან ძნელია იმის მტკიცება ერთმნიშვნელოვნად, როგორი ეჭვებიც არ უნდა ქონდეს საზოგადოებას და პოლიტიკურ სპექტრს, არის თუ არა ამ საქმეში პოლიტიკური შემადგენელი. არის თუ არა აქ ხელისუფლების მხრიდან რამე ინტერესი პოლიტიკური ალასანიას გუნდის თავისი რიგებიდან ჩამოშორების. რა თქმა უნდა, ამასთან დაკავშირებით ეჭვები არსებობს. ქვეყნის შიგნით კი არა, არსებობს მთელ მსოფლიოში და ამ კითხვის ნიშნებს პასუხის გაცემა ჭირდება აუცილებლად. შესაბამისად, ამ პასუხებს ითხოვს როგორც ქვეყნის შიგნით აბსოლუტურად ყველა ისე საერთაშორისო თანამეგობრობაც. იმიტომ რომ საუბარი მაინც არის თავდაცვის მინისტრზე, თავდაცვის მინისტრის გუნდზე, კოალიციის შემადგენელ ერთ-ერთ დიდ ნაწილზე პოლიტიკური გუნდისა და ბუნებრივია ინტერესი მაღალია, გასაგებია. მაგრამ ერთმნიშვნელოვნად იმის მტკიცება, რომ აქ აუცილებლად ეს საკითხი არის, ასეც არ შეიძლება და ესეც ძალიან რთულია. მე უბრალოდ ალბათ შევეცდები და ყველას ალბათ ვთქვი, რომ ნახლა რეალურად დაველოდოთ პროკურატურის კონკრეტულ გამოძიების შედეგებს, კონკრეტულ ფაქტებს, კონკრეტულ ასე ვთქვათ მონაცემებს, რომ რაღაც დასკვნები გავაკეთოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში ძალიან არაადეკვატურნი ვიქნებით მხოლოდ და მხოლოდ ემოციური შეფასებითი ნაწილი თუ შემოვიფარგლებით. რაც შეეხება ალასანიას გუნდს, ისინი რა თქმა უნდა ყველანაირად ცდილობენ, რომ ეს ერთმნიშვნელოვნად პოლიტიკურ წნეხად წარმოაჩინონ, თქვან რომ აი საგარეო კურსი იყო ხელყოფილი, ყველამ დავინახეთ რომ არავითარი საგარეო კურსი ხელყოფილი არ იყო და ეს ცრუგანგაში იყო მათი მხრიდან. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, თავისივე პოლიტიკური გუნდის შანტაჟი იყო, მეტი არაფერი. რამაც ამ შემთხვევაში უბრალოდ არ გაამართლა. რეალურად რომ ვთქვათ, რამდენად დამძიმდება და რამდენად ახალი ბრალდებები წარმოჩინდება, ეს ყველაფერი ძალიან სერიოზული საკითხია და ალასანიამ და მისმა გუნდმა უნდა მოახერხოს და ამ გარკვეული ბრალდებების ომიდან სუფთად უნდა გამოვიდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში მათ პოლიტიკურ კარიერას ძალიან სერიოზული პრობლემები შეექმნება. იმიტომ ყველამ კარგად ვიცით, თუ რაოდენ დიდი ცდუნება არსებობს ზოგადად ისედაც ხელისუფლებაში მყოფი ნებისმიერი თანამდებობის მაღალი პირების მხრიდან ტრადიციულად ჩვენს ქვეყანაში გარკვეული ასე ვთქვათ გადაცდომების კუთხით. ალასანიამ უნდა დაამტკიცოს, რომ მას ამდაგვარი ცდუნება არ ქონია. ის ამდაგვარ საქმეში არ ყოფილა გახვეული და მე შეუძლია ისაუბროს იმასთან დაკავშირებით, რომ მისი
ყრილობა ახალი ერაა პოლიტიკაში და ისინი რაღაცა ცაც გაარღვევენ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე. ეს ჯერ ძალიან ადრე არის მათი მხრიდან. მათ უნდა მოახერხონ თავისი იმიჯის გადარჩენა, რაც დღის წესრიგში დგას და ეს არ იქნება როგორც ჩანს იოლი. ისეთი დარწმუნებით და ისეთი ვთქვათ ტემპით მუშაობს ამ მიმართულებით, როგორც პროკურატურა, როგორც აუდიტის სამსახური, შესაბამისად ეს არ იქნება ალასანიასთვის იოლი, მაგრამ მას რა თქმა უნდა, ამის დამტკიცება გარდაულად სჭირდება. თითოეულმა ადამიანმა უნდა დაინახოს, რომ ის არის მართალი. სხვანაირად უბრალოდ მის პოლიტიკური კარიერა წერტილი დაესმება. აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთიაში შექმნილი ვითარებასთან დაკავშირებითაც მინდა ვკითხოთ. ანუ რეალურად ჩვენ ახერხნოთ განცხადებები და დე-ფაქტო ლიდერები აღებდნენ აფხაზეთის აღიარების პოლიტიკას გრძელდება. რეალურად თქვენ რეკომენდაციები გაქვთ ამ ფონზე ხელისუფლებასთან და რეალურად რომ ვთქვათ, რა თქმა უნდა, მას შემდეგ რაც რუსეთმა აღიარა აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობა, ეს იყო ყველაზე დიდი დარტყმა, ყველაზე დიდი პრობლემა და ყველაზე მწვავე რეალობა, რომელიც შეიქმნა ამ კუთხით საქართველოს პრობლემათან მიმართებაში ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით. ამაზე დიდი პრობლემა აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებით ჩვენ ბოლო 25 წელიწადი არ გქონია. როცა ის აღიარეს 2008 წლის შემოდგომაზე. რა თქმა უნდა, ეხლა ყველანაირი მცდელობა იქნება ამ აღიარების გამყარების და მერწმუნეთ რუსეთი ამ თვალსაჩინით არც იკავებდა თავს, საკმაოდ სერიოზული თანხები დაეხარჯა და იგივე ის შედეგები, რაც ბოლო წლების განმავლობაში პატარ-პატარა კუნძულოვანი სახელმწიფოების მიერ აღიარების თვალსაჩინით მოყვა, ეს პროცესი გაგრძელდება. აქ ამ შემთხვევაში თავარია ჩვენ რას ვაკეთებთ. ჩვენ რა პოლიტიკას ვაწარმოებთ და ასე ფეხი-ფეხზე გადადებულები და მაბატიეთ პირღები სადამდე უნდა უყურებდეთ იმ პროცესებს, რომელიც მიმდინარეობს სრულად ჩვენგან დამოუკიდებად, ის რომ ჩვენ არანაირ ზემოქმედებას მასზე არ ვახდენთ. პრობლემა დგას ძალიან მკაფიოდ. ჩვენ უნდა მოვახერხოთ ყველანაირად, ყველა შესაძლებლობებით და უნდა გადავიტანოთ თავარი ჩვენი პრობლემები რუსეთთან მიმართებაში მოლაპარაკებათა მაგიდაზე. ჩვენ ამას არ ვაკეთებთ. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება, რომელიც დღეს ხელისუფლებაშია, დიდი ზარზეიმით ამას გვპირდებოდა. ბიძინა ივანიშვილი ამბობდა, რომ მე რო ხელისუფლებაში მოვალ, ავიღებ ტელეფონს, დაურეკავ ვლადიმერ პუტინს და ჩვენი პრობლემების შესახებ ვისაუბრებთ მაგიდასთან და ჩავატარებთ შეხვედრას. აღმოჩნდა, რომ ამის რესურსი და ამის ბერკეტი არ ქონია დღევანდელ ხელისუფლებას. არადა ეს არის ამოსავალი წერტილი. თუ ჩვენ არ დავიწყეთ დიალოგის რეჟიმი, თუ არ დავიწყეთ საუბარი ყველაზე რთულ პრობლემებზე, ხო? ყველაზე რთულ ამ შემთხვევაში მოწინააღმდეგესთან, ყველაზე სერიოზულ მოძალადე მეზობელთან. პროცესი წინ არ წავა. მუდმივად ვიქნებით დაჩაგრულ მდგომარეობაში. მუდმივად ვიქნებით ყოველ 3-4 წელიწადში ისევ ქვეყანა რეანიმაციაში აღმოჩნდებით. ხო ხედავთ, რომ ჩვენი გულისთვის არავინ არ აპირებს რუსეთთან კონფრონტაციას. ჩვენი გულისთვის კი არა, უკრაინის გულისთვის არ აპირებენ ამას. იმიტომ რომ ძალიან დიდ მონსტრთან გვაქვს საქმე. ძალიან დიდ ამ შემთხვევაში საშიშროებასთან აქვს საქმე, არა მარტო საქართველოს, თელ მსოფლიოს. ამიტომაც არავინ ჩვენი გულისათვის რუსეთთან ჩხუბს არ აპირებს. ფოთში მესამე მსოფლიო ომს არავინ არ დაიწყებს საქართველოს გულისათვის. გავიგოთ ეს. ამიტომ დავიწყოთ ელემენტარულად საუბარი ჩვენი პრობლემების მოგვარებაზე, იმათთან ვისთანაც უნდა მოვაგვაროთ ეს პრობლემები. მაგრამ ეს არ დაიწყება ეს საუბარი, სანამ ჩვენ ვიქნებით მუდმივი საფრთხე ამ შემთხვევაში ისევ და ისევ რუსეთისათვის. რუსეთი გეუბნება, რომ შენ საქართველო ხარ მისთვის საფრთხე სამხრეთ საზღვარზე. იმიტომ რომ შენ გინდა შემოიყვანო აქ ნატო, შემოიყვანო აქ სხვა სამხედრო ბლოკი. სანამ ჩვენ არ გამოვაცხადებთ უბლოკო სტატუსს, სანამ ჩვენ არ ვიტყვით, რომ ჩვენ არც ერთი მსოფლიოს სამხედრო გაერთიანების წევრები არ ვიქნებით და ჩვენს პოლიტიკას გავატარეთ ამ შემთხვევაში სწორედ ამ საერთაშორისო მიმართულებით, მანამდე ჩვენ ვიქნებით მუდმივად საფრთხე და საუბარი ჩვენთან არ წარიმართება. მანამდე ყოველთვის იქნება ან ის უბედურება, რაც გვჭირდა 2008-ში, ან ის უბედურება, რაც გვჭირდა უკვე ახალი ხელისუფლების პერიოდში, ცოცავი მუდმივად გადმოწევა ამ მავთულხლართების და ნელ-ნელად საქართველოს შუაგულისაკენ მოწევა. მეტი არაფერი. საბოლოო ჯამში ღმერთმა დაგვიფაროს, მაგრამ ყველაფერი ეს საბოლოო ჯამში აი ესეთი მცოცავი ანექსია სადამდე შეიძლება მივიდეს, ყველამ კარგად ვიცით, ხო? საქართველოს სრულ ანექსიამდე. აქედან გამომდინარე, ჩვენ ძალიან კონკრეტული ნაბიჯები გვაქვს გადასათვლელი, მაგრამ დღეს ხომ ჩვენ როგორი ვითარება გვაქვს? ანუ თუ საუბრობთ იმაზე, რომ აუცილებლად უნდა გადავიდეთ დიალოგის რეჟიმში, გამოხდებიან ნაციონალური მოძრაობის წევრები და იძახიან, რომ თურმე აი მოღალატეები, აი თურმე სახელმწიფოს, აი FSB-ს აგენტები, აი ეს ზღაპრები გუშინ წინ დამთავრდა.
აი ეს სისულელეები გუშინ წინ დასრულდა. გუშინ წინ ძალიან კონკრეტულად დაერქვა ყველაფერს სახელი. ის რომ ნაციონალურ მოძრაობას ძალიან სერიოზული პრობლემები ჰქონდა ბოლო 2 წლის განმავლობაში, ეს საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტურმა უმრავლესობამ იცოდა. გუშინ წინ იმედია თვითონ ნაციონალებმაც გაიგეს, რომ ძალიან სერიოზული პრობლემები აქვთ. იმიტომ რომ იმ უზარმაზარი რესურსის ფონზე, რაც მათ დახარჯეს, აი ეს სასაცილო თავყრილობა საფარველ ქვეშ, რომ თითქოს ანექსია და ასე შემდეგ, მთლიანად, ასე ვთქვათ, გაუფერულდა. და რეალურად მათ დაინახეს საზოგადოების მთავარი გზავნილი. ყოველ შემთხვევაში უნდა დაენახათ, რომ რაც არ უნდა ლამას იდეებს ამოეფარონ ნაციონალური მოძრაობის წევრები, მათგან ამ იდეების მოსმენა არ უნდა არავის ამ ქვეყანაში. ეს მათთვის ძალიან კონკრეტული გზავნილი იყო საზოგადოების მხრიდან და თუ ამას ვერ დაინახავენ, კიდე მორიგ უამრავ შეცდომას დაუშვებენ და საბოლოო ჯამში თვითონ თავის ხელით გაიტყრიან პოლიტიკურ საფლავს. ჯერ დროა რაღაცეების შეცვალა. აუდიო ჩანაწერები, სადაც გივი თარგამაძეს და გიგა ბოკელიაზე და ასევე გიგი უგულავაზე არის საუბარი. 2007 წლის იმედის მოვლენები. რეალურად რა გადაწყვეტები ჰქონდათ იმ პერიოდში ამ ადამიანებს და რეალურად რა პროცესები მიმდინარეობდა მაშინ. მე შეგახსენებთ, რომ ყველაზე მეც ჩვენ საუბრობდით ამ პრობლემაზე სწორედ იმ 2007 წლის განმავლობაში. მთელი 2007 წელი იყო გამორჩეული მაგკუთხით, საოცარი ზეწოლებით, საოცარი შემოთავაზებებით, მოსყიდვის მცდელობებით, გადაბირების და ასე შემდეგ, ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, ყველაფერი გამწვავდა და გაათასმაგდა ნოემბრის პერიოდში შემოდგომაზე, როცა პროცესებიც გამწვავდა. და საბოლოო ჯამში ამ რა შედეგებიც გამოიღო, ყველამ კარგად დავინახეთ, ხო? და ამან სამწუხაროდ იმდროინდელი ხელისუფლებისათვის სასარგებლო შედეგებს ბოლოს მიაღწია. რეალობა იყო ეგეთი. მუშაობდნენ აბსოლუტურად ყველა ტელევიზიის ჟურნალისტზე. იმდენად სასაცილო მდგომარეობაში იყენებდა ხელისუფლება თავს, რომ წარმოიდგინეთ ტელევიზიაში პრაქტიკებზე მყოფი სტუდენტები, რომლებიც რამდენიმე თვით იყვნენ მოსულები ტელევიზიაში, იმათზეც კი მუშაობდნენ გადასაბირებლად, რომ ისინი გადაებირებინათ სხვა არხებზე და თავაზობდნენ ხელფასიან სამსახურებს. აღარ არის საუბარი უკვე იმ ძირითად ჟურნალისტებზე, რომლებიც ქმნიდნენ ტელეიმედის საინფორმაციო პროდუქტს, იყო ეს ქრონიკაში თუ იყო ეს დროებაში. და შესაბამისად ამ პროცესებზე ყველაზე ხმამაღლა სწორედ მაგ დღეებში ვსაუბრობდით და ხმამაღლა ვამბობდით, ვინ იყვნენ ჩართულები, როგორ მოქმედებდნენ, რა შემოთავაზებები იყო, ასე შემდეგ. რაც შეეხება ხა იმ ჩანაწერებს, ამაზე მე დარწმუნებული ვარ, თავად ის ადამიანები გასცემ იმ პასუხს, იმიტომ რომ ხა ჩემთვის ძალიან ღირებული არის თითოეული ის ადამიანი, ვისთან ერთადაც მე ვქმნიდი საქართველოში ერთ-ერთ საუკეთესო ტელეპროდუქტს და შესაბამისად ეს მეამაყება ის წლებიც და ის ადამიანებიც, რომელთან ერთადაც მუშაობდი და ამ შემთხვევაში თუ რაიმე კონკრეტული კითხვა არსებობს მათ მიმართ და კიდევ ამბობ, ზეწოლა, შეთავაზება, ბევრის მიმართ მოსყიდვა, ბევრის მიმართ შანტაჟი, იქ ოჯახის წევრების და იმის გამოყენებით და ასე შემდეგ. იყო ყველაზე და თუ ვინმეზე არსებობს კითხვის ნიშნები, ამ შემთხვევაში ისინი თვითონ გასცემენ ამაზე პასუხს. იცით, ჩემთან მაგალითად ხომ, პირადად ჩემთან მიმართებაში რომელიმე მაღალჩინოსანი პირდაპირ არ გამოსულა. მე ბევრი შემომითვალეს მაგალითად ნაცნობების, ახლობლების, არა თქვათ ხელისუფლებო სტრუქტურებში მაღალჩინოსნების ხელით, არამედ ადამიანების, რომელსაც ჩემი ნაცნობები იყვნენ, რომლებიც მიცნობდნენ. იყო ასე თქვათ მოსინჯვის პოლიტიკა. თუ მე რამეზე დავთანხმდებოდი, მაშინ შემხვდებოდა ალბათ, არ ვიცი, ან გივი თარგამაძე, ან რა ვიცი, ან გიგი უგულავა, ან ვინმე სხვა, ხო? რომელიც რა თქმა უნდა, მე შემიძლია, მე არც ერთი ამ მოლაპარაკების პროცესში, სადაც გივი თარგამაძე ან გიგი უგულავა იყო ჩართული, მე არ ვესწრებოდი, რა თქმა უნდა, მაგრამ ყველა იმ ადამიანისგან, რომელიც იყო აი ამ მოლაპარაკებებში, ასე ვთქვათ, ამ გადაბირების მცდელობის, ასე ვთქვათ, მონაწილე, ხო, ჩვენი ტელეკომპანიის თანამშრომლებისგან, ისინი საუბრობდნენ, რომ ყველაზე აქტიურად იყვნენ ჩართულები გივი თარგამაძე, გიგი უგულავა, გიგა ბოკერია, იგივე კობა სუბელიანი, აი ძირითადად მახსოვს, რომ პრაქტიკანტები ყოველთვის საუბრობდნენ, რომ კობა სუბელიანი ძირითადად ხდებოდა მათ და ცდილობდა შეეთავაზებინა მაგალითად ისეთი ხელფასი, როგორც მაგალითად დროების ჟურნალისტებს ჰქონდათ და ეს რა პრაქტიკანტისადმი, რომელიც 3 თვით იყო მოსული ტელევიზიაში ან 4 თვით სხვა ტელევიზიაში გადაყვანა და იქ ძალიან მაღალი ხელფასი შეთავაზება, ძალიან მომგებიანი და მაგრამ სხვადასხვა არც ერთმა პრაქტიკანტმა ეს არ გააკეთა, ეს იყო საოცრება.